მეგობრებო, ძალიან მაგარი სამხედრო რეფორმები მიიღეს, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. გულისხმობ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პირობებს და უნდა აღვნიშნო, რომ წლებია ველოდები ამ ტიპის რეფორმებს და მართლა არ წარმომედგინა, რომ აი ესე მაგრად თუ მოხდებოდა ასეთი რეფორმი და აღფრთოვანებული ვიყავი დღეს და მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ. პირველ რიგში ვის ეხება წვევამდელი სამხედრო სამსახური? ეს არის 18-დან 27 წლამდე პირები, რომელთაც არ აქვთ გარკვეული კანონიერი საბუძველი იმისთვის, რომ აირიდონ გაწვევა ან მთლიანად გათავისუფლდნენ მისგან. პირველი ცვლილება და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც მოხდა ის, რომ ეს სამხედრო სამსახურის გავლა უკვე დაიქვემდებარება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღარანაირი ხიდის თავში და აღარანაირი რაღაცა ჯიხურების ყარაულობა აღარ დაევალებათ ჩვენს მომავალ ჯარისკაცებს და რეალურად მართლა იქნება ჯარის ფორმა, რეალურად მართლა იქნება სამხედრო სამსახურის გავლის, შესწავლის და რეალურად მომავალი ჯარისკაცის გადამზადების პირობები. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი ცვლილება. მეორე ძალიან მაგარი ცვლილება შეეხება იმას, რომ ანაზღაურება იქნება მეტნაკლებად ღირსეული და აღარ მოუწევთ მათ დგომა 27 ლარისთვის და კიდევ უფრო სასოციალო თანხებისთვის. რეალურად განსაზღვრული იქნება იმის მიხედვით, თუ რომელ პროგრამაზე ირიცხება ახალწეული, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი ანაზღაურება. აი მაგალითად საბრძოლო ქვედანაყოფისთვის დაიწყება ანაზღაურება 715 ლარიდან ოფიცრებისთვის და რეზერვში ჩასარიცხი პირებისთვის უშუალოდ შეიძლება იყოს 1200 ლარი დაახლოებით, ასევე 8 თვიან პროგრამებზე ეს არის 650 ლარი თუ არ ვწდები ზუსტად. მოკლედ ანუ მნიშვნელოვნად გაზრდილია ანაზღაურება, ანუ მინიმალური ანაზღაურება მაინც დანიშნულია, რაც ძალიან გასახარებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ საკუთარი ინიციატივით წასულ მოხალისეებს მანამ სანამ გამოვლინდება აი ესე რენდომული წესით წლის დასაწყისში სანამ გამოვლინდება აი ადამიანების სახელები და გვარები ვის უწევს იმ წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მათ ანაზღაურება გაიზრდებათ 30%-ით. ძალიან მაგარი ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ როგორც ვიცით სწავლის პროცესში ხდება სამხედრო სამსახურის გადავადება, მაგრამ თუ გამოთქვამს პირი საკუთარი სურვილით, რომ აიღოს აკადემიური შვებულება და გაიაროს სამხედრო სამსახური, ამ შემთხვევაში ხდება მას ეძლევა ის უდიდესი უპირატესობა, რომ სახელმწიფო მთლიანად უფინანსებს აი ამ საფეხურს დარჩენილ გადასახადს, რომელ კურსიც არ უნდა იყოს, მთლიანად მაგალითად ბაკალავრიატის ხარისხს მთლიანად უნაზღაურებს და ასევე ერთ-ერთი ძალიან მაგარი ცვლილება უკავშირდება სამსახურს უშუალოდ, რაც რეალურად იყო უდიდესი რისკი. თუ პირი მუშაობს კერძო სამსახურში, უშუალოდ ახალთავდაცვის კოდექსში იწერება ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირი კერძო დამსაქმებელი კომპანია ვალდებულია, რომ ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლამდე პირს უნდა შეუნარჩუნდეს საკუთარი სამსახური, ხოლო თუ ეს არის კერძო და თუ ეს არის საჯარო დამსაქმებელი, ანუ საჯარო იურიდიული პირი, ამ შემთხვევაში პირს უნარჩუნდება მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარი ხელფასი და ნუ რასაკვირველია პირიქით დამატება. ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც რეალურად ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, ბევრად ადრე უნდა გატარებულიყო, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს დღე დადგა.